საღამო მშვიდობისა. Როგორც მიხვდით, სტუდია მაესტროს ეთერშია ტელეთამაში სიტუაცია პლუს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაგაჩნიათ გამოცდილება რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, თვლით თავს მოხერხებულ ადამიანად და შეგიძლიათ თავის დაღწევა ნებისმიერი მდგომარეობიდან, თანაც ორიგინალური გზით, მაშინ არ გადართოთ ტელევიზორების სხვა არხზე. შეამოწმეთ თქვენი ორიგინალური აზროვნების ნიჭი, ითამაშეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. როგორც იცით, იმ შემთხვევაში თუ იპოვეთ თქვენ რა თქმა უნდა გელით პრიზი. დღევანდელი თამაშისათვის კი პრიზი დააწესა ფიტომალისა და ფიტოსოლის დამამზადებელმა ფირმამ ბორჯი. ეს არის ტელეფონის აპარატი. როგორც გახსოვთ, ჩვენი წინა თამაშის თემა იყო თაღლითობის ერთგვარი შედარებით ახალი სახეობა. კერძოდ, ელექტროენერგიას მოწყურებულმა ოჯახმა გადაიხადა სოლიდური თანხა იმ იმედით, რომ მუდმივად ექნებოდა სინათლე. ადამიანი კი, რომელმაც თელასის თანამშრომლად გაასაღა თავი, აიღო ეს ფული და დაპირდა ოჯახს პრობლემების მოგვარებას, როგორც მოსალოდნელი იყო უგზო უკლოდ გაქრა. ეს სიტუაცია საკმაოდ ახლობელი და აქტუალური აღმოჩნდა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელთათვის, რაზეც წინა შაბათის სატელეფონო ზარებიც მეტყველებდა. სიტუაციიდან გამოსავალის ვარიანტებით შესაბამისად მრავალფეროვანი იყო. ახლა გაგაცნობთ მას, ვინც მოახერხა ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა ყველაზე ორიგინალური გზით. მას ასე, ნინო ლორდკიფანიძე, ჩვენი წინა თამაშის გამარჯვებდა. ჩემი აზრით, სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალური გამოსავალი არის შემდეგი. ჩვენმა ნაცნობმა ოჯახმა თავის ნაცნობ მეგობრებში უნდა გაიკითხოს გენერატორი. შემდეგ რამდენიმე ხნის განმავლობაში გაანათოს თავისი ბინა. შესაძლოა ის კაცი, რომელმაც ეს ოჯახი მოატყუა, გამოსძალა ფული ამ უბანში, რომელშიც ჩვენი ოჯახი, ნაცნობი ოჯახი ცხოვრობს, ხშირ-ხშირად დაიარება. შესაძლოა მიზნით, რომ მან კვლავ მიიღოს ფული ამ ოჯახიდან, მივიდეს ამ ოჯახთან, შესთავაზოს თავისი დახმარება და ამ საშუალებით შეიძლება ამ ოჯახმა გამოიჭიროს ეს კაცი. ახლა კი ჩვენი დღევანდელი თამაშის შესახებ. კითხაობა და მკითხავები. ბედის წინასწარ განჭვრეტა და ყველაფერი ის, რაც ამ იდუმალ სამყაროსთან არის დაკავშირებული. ასეთია ჩვენი დღევანდელი თამაშის თემა. გამოუვალი სიტუაციები, როგორც ჩანს, ამ სამყაროშიც იქმნება. მას ასე ყურადღებით. ეს უჩვეულო ამბავი ერთ ჩვეულებრივ ქალს გადახდა, რომელმაც სრულიად ჩვეულებრივ დღეს, სრულიად ჩვეულებრივი საქმიანობის დროს შეამჩნია, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ეს რაღაც ისეთი რამ იყო, რაც ამ ქალს არასოდეს განეცადა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მას უეცრად ეგრეთ წოდებული ნათელმხილველობის, სხვისი ბედის გამოცნობის ალბათ უწინ დაფარული ნიჭი აღმოაჩნდა. ნამდვილად ასე იყო, თუ არ იყო ასე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ ქალმა ახლად აღმოჩენილი ნიჭის ინტენსიურ განვითარებას მიჰყო ხელი. ახლად გამომცხვარი მკითხავის ახლად აღმოჩენილი ნიჭის შესახებ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, სულ მცირე დროში გავრცელდა ხმა და საკუთარი ბედის განჭვრეტას მოწადინებულებმაც რა თქმა უნდა არ დააყოვნეს. ახლად გამომცხვარი მკითხავი არ ნახულ წარმატებებს აღწევდა. იგი მართლაც რომ სრულიად უშეცდომოდ ახერხებდა ამოეცნო ის, რისი ამოცნობაც ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი ჩანდა. ასე მხიარულად და საინტერესოდ მიდიოდა დრო. მკითხავს რა თქმა უნდა გაუჩნდა მუდმივი, ასე ვთქვათ ერთგული კლიენტები, რომლებიც საკმაოდ ხშირად დადიოდნენ მასთან. მათ რიცხვში იყო ერთი ახალგაზრდა ქალიც, არც ისე უბედური, მაგრამ არც ისე ბედნიერი, რომ არ სდომოდა თავისი ბედის წინასწარ შეტყობა. ამ ახალგაზრდა ქალს ფანატურად სჯეროდა მკითხავის და რომ არ მოვიტყუოთ საფუძველიც ჰქონდა ასეთი რწმენისათვის. ერთ მშვენიერ დღეს ამ არც ისე ბედნიერი ქალის ჭიქაში მკითხავმა ისეთი რამ მოიკითხა, რაც მაინც და მაინც იოლის სათქმელი არ გახლდათ და რაც არც თუ ისე ესიამოვნებოდა ამ ჭიქის პატრონს. ბევრი ფიქრის შემდეგ მკითხავმა გადაწყვიტა არაფერი დაემალა თავისი ერთგული კლიენტისათვის. სათქმელი ახალგაზრდა ქალის მეუღლეს, უფრო ზუსტად მეუღლის ცოლისადმი არც თუ ერთგულ დამოკიდებულებას შეეხებოდა. შესაძლოა ჭიქა სულაც ტყუოდა, თუმცა ამ არასესიამოვნო ამბავმა საკმაოდ შეაშფოთა ახალგაზრდა ქალი. შემდეგ იყო ბევრი ფიქრი, გარკვევა, გამოძიება და გამოძიების არც თუ სასიამოვნო შედეგი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდა ქალის მეუღლის ცხოვრებაში მართლაც აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები სხვა ქალი. და კიდევ ერთი, მეუღლე ამ სხვა ქალზე არათუ მსუბუქად, არამედ საკმაოდ სერიოზულადაც ფიქრობდა.
რა მოხდებოდა ამ აღმოჩენას ალბათ გასაგებია. მივყვეთ მოვლენებს. ერთ მშვენიერ დღეს ეზოში, რომელშიც ცხოვრობდა მკითხავი და რომელშიც ყოველთვის კლიენტების სიმრავლე იყო, გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი. მისი მოსვლა, რა თქმა უნდა, არავის გაგვირვებია. არ გაგვირვებია მანამდე, სანამ არ გაირკვა, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ ის იყო, ვის საგულდაგულოდ შენიღბულ საიდუმლოსაც ერთი ხელის მოსმით ახადა ფარდა ჩვენმა კარგად ნაცნობმა მკითხავმა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. როგორც ალბათ უკვე მივხვდით, ამ კაცის მოსვლა კეთილის რახვებით არ იყო განპირობებული. რა თქმა უნდა, პირიქით, საიდუმლოს გამომჟღავნებელს საკმაოდ უცერემონიო რისხვა დაატყდა თავს. ახალგაზრდა კაცი სრულიად გასაგები მიზეზების გამო იყო წყობილებიდან გამოსული. უსიამოვნო სცენა დასრულდა აშკარა და უმკაცრესი მოთხოვნით, რომელიც დაახლოებით ასე გამოიხატებოდა. მკითხავს, ნებისმიერი გზით უნდა დაერწმუნებინა მისი მეუღლე, რომ ხელი არ შეეშალა ქმრის გატაცებისათვის. უფრო მეტიც, დაერწმუნებინა ის, რომ ხმის ამოუღებლად დაეტოვებინა ოჯახი. მოკლედ გაშორებოდა ქმარს თანაც ზედმეტი პრეტენზიების გარეშე. ახალგაზრდა კაცის მუხარა საკმაოდ სერიოზულად ჟღერდა. შემდეგ ჩვენი გმირი საგონებელში ჩავარდა. საქმე იმაში გახდათ, რომ ერთგულ კლიენტს, ანუ მოტყუებულ ცოლს, იმდენად სწამდა მკითხავის, რომ მის ნებისმიერ სიტყვას წარფშეუხრელად შეასრულებდა. მკითხავს კი არაფრით არ უნდოდა გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება. არადა ახალგაზრდა კაცის მუხარა სრულიად სერიოზული ჩანდა. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი, რომელიც სხვისი ბედის გამოცნობის ნიჭით იყო დაჯილდოვებული, საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. აი ასეთი ამბებიც ხდება. ამიტომ იქნება არ ზღირდეს წინასწარ გაგება იმისა, რაც სულაც არ არის საჭირო რომ ვიცოდეთ. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია იპოვოთ გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოვეთ თქვენ როგორც ყოველთვის გელით პრიზი. ასე რომ ჩაერთეთ ტელეთამაში სიტუაცია პლუს, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას. მე კი როგორც ყოველთვის უზომო ინტერესით ველი თქვენ ზარებს ტელეფონზე 36 88 61. კარგად.